მოსამართლე ნინო თარაშვილმა სხდომის დარბაზიდან გაძევებული პოლიტიკოსის ალეკო ელისაშვილის პროცესებზე დაბრუნების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ძლიერი საქართველოს ლელოს პატიმრობაში მყოფი ერთ-ერთი ლიდერი საქმის განხილვაზე დასწრებას მომდევნო სხდომებიდან შეძლებს. პოლიტიკოსი დარბაზიდან გასულ პროცესზე მოსამართლე მეია მელქაძემ სასამართლოს უპატივცემულობის საბაბით გააძევა. დღევანდელ სხდომაზე კი ადვოკატებმა მისი დარბაზში დაბრუნების თაობაზე იშუამდგომლეს. შემდეგი პროცესი 19 ივნისს ჩატარდება. ეპიზოდი ამჯერად თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას ეხება. საგამოძიებო უწყების მტკიცებით წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის საჭირო ნივთებით შეიარაღებულმა ელისაშვილმა სასამართლოს არქივის შენობაში ხანძარი 2025 წლის 4 მაისსაც გააჩინა. პროკურატურამ გაავრცელა სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლებშიც მათი მტკიცებით სწორედ ალეკო ელისაშვილი ასახული, თუმცა გავრცელებულ მასალაში მოქმედი პირის სახე არ ჩანს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბრალს არ აღიარებს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.